მოგესალმებით სამენტარონის ვიდეო სიუჟეტში. გავთქვენ ცხოვრებაში 3D ბეჯის ენთუზიასტი და არის რა ჩქოთ, მაშინ რა თქმა უნდა ეს ვიდეო თქვენს არ. თქვენს დააჭირეთ. და მოვიდავწოთ ყველაზე მარტივით, რაც არის ნედლეული. თუ მას აქვს სტანდარტული პლასმასის პრინტერი, მაშინ აი ესეთი სახის ნედლეული, რომელიც რგოლებზე მოდის, არის ყველაზე კარგი არჩევანი. თუ არიცით რომელსგანაც ყველაშიათ, აიჩეთ PLA, რაც ყველაზე თუ არა უმეტესობა პრინტერზე ისე ბეჭდება და თან ბევრ სხვადასხვანაირი ფერში მოდის, როგორც ერთ ფერშია, ისე ორ ფერში, ისე სამფერიან ნაზავში. შემდეგ კიდე არის, თუ მას აქვს რეზინის პრინტერი, მაშინ თვითონ რეზინა შეგიძლიათ უკიდოთ. უმეტესობა რეზინის პრინტერზე მიდის, თუმცა არჩევანი უბრალოდ ბრენდებს შორის არის და თუ არის რომელს იყენებს, შეგიძლიათ შრომად შეიპაროთ მის ბოთლებში და ნახოთ რომელს იყენოთ და მარაგი გაუზარდოთ. შემდეგ კიდე არის ხელსაწყოები და აქსესუარები. უმეტესობა პრინტერს აი ესეთი სტილის საკვნეტი და ექსკუთხედები მოყვება, მაგრამ ისინი არც ისე კარგი ხარისხის არის და მაგიტო შეგიძლიათ უგენსი ხარისხის ნაკრები უყიდოთ, რომელშიც არა მარტო ეს ნაწილები არის, არამედ სხვადასხვა სტილის სახრახნისებიც და ესეთი პაჩულა ასაფხეკი და კიდევ კარგი გამოსადეგარი არის ბრტყელოჩა. ოღონდ აი ესეთი სტილის ძალიან ბრტყელი ბრტყელოჩა, რადგანაც უმეტესობა მივარდება რაღაცები. უმეტესობა ადგილას აი როგორც ხედავთ ამ საკმეთს საგზელი პირი არ აქვს, ამიტომ ასეთივით უფრო შორშეუძლია ხარაჩოების მოშორება თავისი პრინტერებისგან. და აგრეთვე ერთ-ერთი ძალიან გამოსადეგარი ხელსაწყო არის აი ესეთი ქართულად არ ვიცი რა ქვია, იმის რა ქვია deboring tool. უმეტესობა გამოიყენება რკინის კუთხეების მოსაკლებად, მაგრამ პლასმასისთვისაც ძალიან გამოსადეგარი არის და ძალიან იშვიათი ცვლიება და ძალიან ბევრ ამაში არის გამოსადეგარი აი ესეთი საკაიფო დანაკ, რომელიც ტრიალებს. და შემდეგი კიდე არის ერთი ძალიან გამოსადეგარი ნივთი, სტანდარტფარგალი. რაც უბრალოდ სტანდარტფარგალი არა, ელექტროსტანდარტფარგალი, რომელიც აჩვენებს პირდაპირ რა ზომაზე ხარ, უფრო მარტივად მისცემს საშუალებას გაზომოს რეალური ნივთები, რომ ისინი შემდეგ გადმოიტანოს მოდელის პროგრამაში და დამოდელოს ისინი და დაბეჭდოს მე სხვანაირად. მაგრამ აგრეთვე თუ რეზინის პრინტერით არის დაინტერესებული და ხშირად ღებავს ხოლმე მაგ რეზინის პრინტერებს, კარგი ფუნჯის ნაკრები. ანუ უმეტესობა ფუნჯის ნაკრებები კი იაფი არის, მაგრამ ხედები თუ ხარისხვა მაინც, მაგრამ კარგი ფუნჯის ნაკრები დიდხანს გაუძლებს და თან უფრო გაუმჯობესებს მის ნიჭს და უნარს. და შემდეგ ხელსაწყო კიდე არის აი ესეთი საკლები, რომელიც შეიძლება იყოს ან ოთხკუთხედი, ან გვალი, ან ბრტყელი. ძლიერი ნაკრები შეგიძლიათ იყოთ, ანუ ეს ვთქვათ პოსტ-პროცესინგი, როცა უკვე რას დაბეჭდილი არის, მაგრამ რაღაც მომენტი ცოტა-ცოტა აქ რაღაცა უფრო სხვანაირად არის გასაკეთებელი, აი ეს საკლებები ძალიან გამოსადეგარი არის. და აგრეთვე მაგასთან ერთად აი დაასაუჩებ, მაგრამ ესეთი დანები, ეგეც ძალიან გამოსადეგარია რაღაცეების ან მოსაკლებად, მოსაჭრელად, ღრუების გასაკეთებლად, რადგან ანუ უმეტესობა მოდელი რაც არის, ანუ სუფთა მოდელი არის და თუ მას ჭირდება ესეთი მოდელი, რომელიც დაზიანებულს გავს ან რაღაცას, ეს ძალიან გამოსადეგარია. და შემდეგი არის პასტა, ესეთი პასტა არა. 3D პასტა, რომელშიც შეგვიძლია იგივენაირის ფილამენტი ჩადო და ან დაამატო, ან შეადო სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს. და ხელსაწყოებში მგონი ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, თუ გინდათ ცოტა upgrade-ი გავუკეთოთ მის ხელსაწყოებს და ყველაზე მეტად სახრახნისებს, ელექტროსახრახნისი, ესეთი ელექტროსახრახნისი არის პასტის ზომის, სხვადასხვა თავები უმაგრდება, ძალიან გამოსადეგარი არის, ძლიერი არის, მაგრამ 3D ბეჭდვისას რაც არის საჭირო, ყველაფერს გაუძლებს. ან ასევე აქსესუარებში და ხელსაწყოებში შედის აი ესეთი ვთქვათ მაგნიტები, რომელიც ან სხვადასხვა ზომებში და ფორმებში მოდის და თუ არიცით რომელი ზომა შეიძლება დაშლეს მას, ან ჯერ არ აკეთებს და ან ჯერ არ იყენებს მაგნიტებს და ფიქრობთ რომ გამოადგება, არ იყედება ნაკრებები, რომელშიც არის სხვადასხვა ზომების 1, 10, 20, 50 ცალი ყრია და საერთოდ 1-500 ცალი მაგნიტია და არ კანს ეყოფა. და ასევე არის აი ესეთი წებო, რომელიც გავს ქაღალდის წებოს, მაგრამ არ არის ქაღალდის წებო, ეს არის თვითონ საბეჭდი დაფის წებო, რომელიც ან თუ ზოგიერთი მასალა კარგად არ ეკრობა, ეს დაეხმარება იმაში, რომ კარგად მიეკროს და მე კარგადაც აძვრეს. და ასევე სტანდარტული წებოც აი რაღაცა არის, რაც ანუ თუ რამოდენიმე ნაწილად ბეჭდავს იგი, მაგის მისწევებლად, ანუ ეს წებო კარგი არის, მაგრამ ამას ჯობია გამოუწეროთ თუ აქვს საშუალება 3D Group ესეთი კომპანია არის, ან მაგდაგვარი, რომელიც კი არ აწებებს, არამედ ადნობს ქიმიურად მაგ ორ ნაწილს დაასხავ და მე ერთმანეთს
ემაგრება ისე რომ ანუ წებოს ფენა არ აქვს შიგნით, არამედ ანუ პლასმასზე არის ბოლომდე ჯაჭვდილი. ნუ და რა თქმა უნდა, აი ესეთი ხელთათმანები ძალიან გამოსადეგარი არის, მით უმეტეს თუ რეზინს ბეჭდავს ან ღებავს შემდეგ თავის მოდელებს, სადაც ესენი ძალიან ერთჯერადი არის შედარებით და ძალიან ბევრი დაჭირდება. შეიძლება 1-5 კვირაც არ იყოს გააჩერაშება. ხო, გასწრებში და აქსესუარებში ეს არის. შემდეგი ცოტა უფრო გააჩნია არის კატეგორია, რაც არის პროგრამების და ეს ვთქვათ პატრიონების გამოწერების subscription-ები. ანუ უმეტესობა შეიძლება მოდელინგისთვის უკვე ვინც ფიქრობს, ანუ მობილს და უკვე სხვა საიტებისგან მზა მოდელების გამოწერა და თვითონ უნდა რაღაცებს გაკეთება და მაგისთვის არსებობს ანუ პროგრამები როგორც არის Blender, რომელიც უფასო არის, მაგრამ მაინც შედარებით ლიმიტირებულია, ამიტომ თუ მას უყიდით თქვათ ან Fusion 360-ის ან Masti სტილის უფრო CAD პროფესიონალურ software-ს, იგი მადლობელი იქნება. იგივე არის მაინც მოდელების მხრივ უმეტესობა მოდელი რაც არის უფასო არის, კარგებიც, მაგრამ არის მაგრამ ხარისხიანი მოდელები ბევრს 3D მოდელერს, ხო. აქვს თავის ან პატრიონზე სხვა საიტებზე და ხშირად სთავაზობს თავის გამომწერებს ექსკლუზიურ მოდელებს, რაც შეიძლება დაიწყოს $5-დან, შეიძლება დამთავრდეს $100-ზე, შეიძლება მეტი, მაგრამ ანუ თვეში იხდი მაგას, ან წელიწადში იხდი მაგას და ყოველ თვე ან ყოველ კვირა 1-2-3 მოდელს ისინი გაძლევენ ამ გამოწერის და მიხედვით. და მაგასაერთად თუ თქვენი 3D ენთუზიასტი ცოტა უფრო შეხედულობას აწვება, მაშინ შეიძლება თუ ძალიან საინტერესო ნაკრებები, რომელიც ანუ რობოტოტექნიკის მისადგომებში არის. ყველაზე პოპულარული მაგაში არის Bamboo-Lab, რომელსაც აქ ანუ თავისი ყველა ნაწილი რაც კი საჭირო არის მოყვება და გეუბნება აი ეს მოდელები დაბეჭდე და მე აი ესე ააწყე. მაგრამ რა თქმა უნდა ის ერთ-ერთი არის, სხვაებიც არსებობენ და შეგიძლიათ გამოიკვლიოთ იმის მიხედვით თუ რა უფრო მოსწონს თქვენს ენთუზიასტს. და შემდეგი არის ყველაზე ნაკლებად გამოსაჩენი, მაგრამ მაინც საინტერესო საჩქარი, რაც არის სათავსოები. შეიძლება დაიწყოს ესეთი სათავსოთი, რომელიც ანუ დაბეჭდილი არის, მაგრამ სხვადასხვანაირი ესეთ პატარა სათავსოები შეიძლება სადაც თავისი ეს ხელსაწყოები შეუძლია შენახოს, ან შეგიძლიათ თუ იცნობთ კარგად და იცით მაგის სახში როგორი ადგილმდებარეობა და ვითარება არის ესე ვთქვათ, არადები და ესეთი უფრო სათავსოები, რაღაც მისი მოდელები მithmes თუ ღებავს შეიძლება უნდადეს რომ უფრო ლამაზად დადოს და მაგისთვის კარგი თარო იქნება ძალიან გამოსადეგარი. და შემდეგ გადავიდეთ ცოტა უფრო ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და მაგიტომ მინდა უფრო სხვანაირი რაღაც ვაჩქრო. რაც წება უკვე 3D პრინტერი თუ არა აქვს ან რა თქმა უნდა ყველაზე კარგი პრინტერი არის მეტი პრინტერი და შესაბამისად ანუ ამაში არის რამდენიმე არჩევანი, ანუ არის სტანდარტული საწოლმქნეველი პრინტერები, არის შეიძლება Core XY პრინტერები, რომელიც ყუთვით გამოიყურება და არის რეზინის პრინტერები. და რა არის დიდად განსხვავება, რეზინის პრინტერები არის იმასაც რომ მოდელები ან ძალიან ხარისხიანი მოდელების დამზადება უნდა საწოლმქნელებს და Core XY მანქანებს შორის დიდად განსხვავება არის, უბრალოდ საწოლმქნელები უბრალოდ უფრო იაფი არის ხოლმე ვიდრე Core XY, მაგრამ თუ ახალგაზრდასთვის ვთქვათ, მაშინ არ გირჩევთ საწოლმქნელებს, რადგანაც მაგასთან ბევრი რაღაცა მოძრავი არის და თუ მაგაში თითი მოყვა, არც ისე კარგი შეგრძნება იქნება. ამიტომ ეს ყუთი, რომელიც ძალიან ჩაკეტილი არის, კარები ეხურება და უბრალოდ ან ჩააგდე მოდელი, დაბეჭდავს თავის საშუალება, ეგეთ ჯობია შევიდეთ ახალგაზრდებისთვის და თუ არ იცით რა ბრენდია ერჩიოთ მისთვის, ყველაზე პოპულარული არის Bamboo-Lab და მაგისთვის ანუ ბეცლინგერებში, რაც არის საწოლმქნელებში A1 ან A1 mini გააჩნიათ თქვენ ბიუჯეტს, არის კარგი არჩევანი, რაც შეიძლება ყუთს P1S ან P2S ცოტა ზვირიანი არის, მაგრამ გიშვათ Elegus ან Century Carbon ან Flashforge AD5X, რომელსაც უკვე ფერების ნამატიც აქვს, რომელსაც 4 ფერით შეუძლია დაბეჭდოს. ეს არის კარგი არჩევნები შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტში. ზოგადად უფრო მაღლა თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ან კომენტარებში იგითხოთ, ან მოგწეროთ პირდაპირ და გეტყვით რა არის. რაც შეიძლება რეზინის პრინტერებს, ყველაზე მარტივი არჩევანი იქნება შედარებით Elegus ბრენდის რეზინის პრინტერები, რაც ყველაზე პოპულარული და ცნობილები არიან, მაგრამ თუ უფრო დაბალი ბიუჯეტის გინდათ, მაშინ Anycubics აქვს კარგი ვარიანტები და თუ უფრო მაღალ ბიუჯეტზე გინდათ გაწვევა, მაშინ Heygear და Frozoni არის ყველაზე პოპულარული ბრენდები მაგათ შორის. და ეს თქვა ბონუს რაუნდი, რაც არის სკანერი. თუ
თუ თქვენ ენთუზიასტს რაიმე სახის უკვე რეალური ნივთის განმოტანა უნდა და მისი დაბეჭდა, მაშინ სკანერი ძალიან გამოსადეგარი რამ, რაც ანუ როგორც ან ჩვეულებრივი კომპიუტერის სკანერი, როგორც ფურცელს ასკანირებს, ისე ის ასკანირებს რეალურ ობიექტებს და მის შეხედვით მე მოდელს თავისით აწყობს და მე მაგ მოდელს გადმოიტანს რაიმე პროგრამაში, რომელიც შეიძლება ცოტა გასწორება დაჭირდეს და რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანოს. რაც შეიძლება მას გამოადგეს შემდგომში, რომ უფრო ექსკლუზიური საჩქრები თვითონ გადმოსცეს ხოს, მაგალითად ვიღაცის თავი, სახე, ხელი, რაც შეიძლება ჭირდებოდეს. და უცებად ეგ არის და ეგ, რაიმე შეკითხვები თუ გაქვთ, შეიძლება რაღაცა გამომჩა და თქვენ გაქვთ დანამატები, კომენტარები ყოველთვის ღია არის, ჩვენი საკონტაქტოები ყოველთვის ქვევით არის და ღია არის და ეგ არის და ეგ. მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით.